პირველი სპორტის წესები ძალიან მარტივია. ყველი უნდა გავაგოროთ და შევეცადოთ რომ დავიჭირო. მაგრამ პრობლემა ისაა რომ აი ამ დაღმართზე უნდა გავიქცე. ესეთი სპორტი მართლა არსებობს და ყველის გორაობა ქვია. ინგლისში ტარდება ყოველწლიურად. აგორებენ ყოლს დაღმართზე და ეჯიბრებიან ვინ დაიჭერს. მაგრამ ეს ერთადერთი უცნაური სპორტი არაა, რის თამაშსაც ვაპირებ. ჩემი მიზანი ისაა, რომ ერთში მაინც გავიმარჯვო. თუ ამას ვერ შევძლებ, უნდა შევასრულო ტოპ კომენტარის დავალება. უკვე 5 წელია რაც YouTube-ს ვაკეთებ, მაგრამ ესეთი საშიში რამ ჯერ არასდროს მიცდია. ბებია თქვენი ნამდვილად არ გარისკავდა ამის გაკეთებას. სიმართლე რო გითხრათ, ამის მიუხედავად ესეთი რაღაცები თუ ვერცობით და საერთოდ არ მჭირდება კოფეინი ამისთვის. ისევე როგორც ჯოის არ მჭირდება კოფეინი, რომ გემრიელი იყოს. ყველის დაჭერაში შოთას შევეჯიბრები. ნახოთ, დავასწრებ თუ არა. და რატომღაც მგონია რომ პირველივე ჯერზე გამომივა. აგორეთ ყველი. ჯოის ენერგეტიკულის გემო კი აქვს, მაგრამ ბავშვებისთვისაც შეიძლება დალევა. არა. მოვიგე. არა. აი მე მომძროსული. მე თუ გონიათ რომ ეს იყო საშიში, შემდეგ სპორტებს დაელოდეთ. ესეთი სპორტი არსებობს, wife carrying-ი ქვია. კაცები მოიკიდებენ ხოლმე თავიანთ ცოლებს და დაბრკოლებები უნდა გადალახონ. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ დღეს. ჯობს საკმაოდ რთული წინაღობების გადალახვა, რომლებიც ცოტა მეშინია. უნდა გადავხდე. გავიარო ფიცარზე, ისე რომ არ ჩამოვარდე. თუ ჩამოვარდი, თავიდან უნდა დავიწყო. საპნიანი პარკი, იმედია არ ავსრიალდები. უნდა შევძლო და 2 წუთში გადავლახო ეს ყველაფერი და მივიდე ფინიშამდე. უბრალოდ ჩემი ცოლი მყავს აქ მოყვანილი, გამარჯობა. ყველანი მძულ ხართ. მე მეინტერესებს თქვენი წონა. 60. მაკოცე. ბატონი შოთამ, ამას უნდა გადავახტე. და მე მოკიდებული უნდა ყავდე? ბრა. გადავიდეთ შემდეგზე. ეს რატოა კაჭირი შუაზე? მე არ გამიჭირია გეფიცები. ეს რა არის? შამპუნე ჟელე. ეს ვერ. წყალი დამოვიწყდა, არ მეგონა წყლის გარეშე კაი გამოვიდოდა, მაგრამ მგონი ამაზე არ ავსრიალდებით. ჯერ არა. ამაზე არ მგონი ავსრიალდეთ. მოკლედ ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ 2 წუთში. თქვენი სახელი რომ მითხრათ, ქალბატონო? შორენაო, იქიდან მოვიდა ვარიანტი. მართლა შორენა. ცოტა რთული იქნება აქ ცოლმოკიდებული სირბილი. ამიტომ მოკიდების კარგი პოზა უნდა შევარჩიოთ. რატეს? აი მე. ეს სახელის გულზე გატარება. არა, წავიქცევ. არა. წახვიდე. შანსია. ჩამოგსო. ჯოს. აუ, ზართული იქნება, ბიჭო. მიკაი. მამა ზოგადად. ამაში დაწვეთი. დაუსვარე. ნელაკლე. გადაგელი. ნელაკელი. აქ ვერ გაივლის. არ გინდა. ოუ, გავიარე. რაიმე. ნელა, აქ ნელა. ის როგორ. ნელა. მოდი, დრო.
დაგიგინე დაწესე. ავიდა. გავედი და ჩარტყისმა. დროში კი ჩავეტიეთ, მაგრამ მესამე ეტაპს ვერ გადავახდი. ფიცარზე ფეხი დაბლა დაუდგი. და საპონიც არ აღმოჩნდა სრიალა. ამიტომ მე ამას გამარჯვებად ვერ ჩავთვლი. ახლა შემდეგ სპორტზე გადავიდეთ და იქნებ ამის მოგება მაინც შევძლო, რომ საშინელი ტოპ კომენტარის დავალების შესრულება არ მომიწიოს. უძველესი ბერძნული სპორტი, რომელსაც ბერძნები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს აღჭურულობით სირბილი. და ვინ გაასწრებს რა? ამ სპორტს ჰოპლიდორმოსი ერქვა. სხვათა შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. მიზანი იყო სპორტსმენებს ზუსტად გაემეორებინათ ომის პირობები. სრული აღჭურულობით ვართ მოსულები? სრული. აი მე და ნიკა დღეს ამ სპორტს გავაცოცხლებთ. გვაცვია 5 კილო აღჭურულობა, რომელიც საკმაოდ შემაწუხებელია. შევეჯიბრებით სირბილში და მოდი გავიგოთ, ვინ გაიმარჯვებს. ერთადერთი კაბები არ გვაცვია სამწუხაროდ. ძიმია? თავი მткиვა მაგრად. შემაწუხებელია რა. და წელია მткиვდა ცოტა, მაგრამ დავიწყოთ. 3 2 1 მე ლავირბე. იჩქარი ვის დაიგლება და მე გავასწრებ. აჰა. აუ, არიგლება მე მგონა რა ჩქარა გარბის. ფარი მოხდა. გამოხდა ფარი. აბჯერი როგორ მოგეწონათ? რა საზიზღრობა არის, ძმა, რო დადიხარ. ჯერ გავსუბუქეს, მე გამძიმებ, გავსუბუქეს. მე ამ ფარმა ხელი ძალიან გამატკინა, ბიჭო. ამ ფარმა იცი როგორ მატკინა ხელიდან ეს? ამას ვეღარ ვუძობ წინა 4-ით. ხარი მატკინა, ხელი მატკინა, ჩამოვარდი. სამწუხაროდ აქაც დაუმარცხდი. პოლო იმედიღა დამრჩა. აქაც თუ ვერ შევძელი გამარჯვება, ნამდვილად მოუქნელი ყოფილი ვარ და ღირსი, რომ ტოპ კომენტარის დავალება შევასრულო. თავიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველივეში გავიმარჯვებდი. და რატომღაც მგონია, რომ პირველივე ჯერზე გამომივა. მაგრამ ახლა იმაზე ვდარდობა აქაც არ წავაგო. ბოლო სპორტი არის ჭადრაკ კრივი. კი, სწორად მოგესმათ. ამ სპორტში 1 რაუნდი კრივია, 1 რაუნდი ჭადრაკი. წესები ასეთია. რაუნდები წუთ ნახევარი გრძელდება. 2 ჭადრაკის, 2 კრივის. გამარჯვებულს კი ბოლოს სუპერ დუპერ გამოცდილი მსაჯი გამოავლენს. რომელ სპორტშია გაქვთ თქვენ აზრით დომინაციის საშუალება? აქ ამ შემთხვევაში მხოლოდ რინგზე. მე ვცდილობ, რომ ეს გავთიშო რამენაირად რინგზე. რომ აქ ავტომატური მოგება გეთვლება, მე ხომ ასეწესო. ეგრეა. მე ცოტა მეშინია ეს. ხოლმე მე ჩემი დამხმარე მყავს გამოყვანილი. Second balance. მე პირველ რიგში მეინტერესებს რამდენად კვალიფიციური ხართ კრივში. დილედანტი ვარ. კარგი. ვისაც მეტი მოხვდება, ის მოიგებს. კი ბატონო. პირიქით. კარგი. ჭადრაკი ნიკაზე უკეთ ვიცი. ამიტომ ჩემი ძლიერი მხარე ესაა. რინგზე კი იმის იმედით ვაპირებდი შესვლას, რომ უბრალოდ გადავრჩენილიყავი. ვიცოდი, რომ ნიკა ყველაფერს გააკეთებდა, რომ დავენოკაუტებინე. ამიტომაც ჩემი მიზანი უბრალოდ გაძლება იყო და შემდეგ მისი ჭადრაკში დამარცხება. მაგრამ რა ვიცოდი, რომ ყველაფერი ჩემი გეგმის საპირისპიროდ მოხდებოდა. დაიწყო. ჩვენი ორთაბრძოლა 12 რაუნდში ტარდება. ვერ ვხედავ. ფიუქედან მოიცადე. სადაც შეგიძლიათ ივარჯიშოთ ბოქსში, კიკბოქსში და იოგაში. ამჟამად 2 ფილიალია, რომლებიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის პროფესიონალური რინგით, ტომრებით, ტრენაჟორებით და სხვა საჭირო ინვენტარით. სულ დამოიწყებია ბიჭო თამაში. მოფიქრო ბიჭო დროა. ხო და დავფიქრდე ცოტა, მოიცა. ვითამაშოთ. დრო.
როგორ რთულია ბიჭო ესე. აუ რა ვქენი? არა, როგორ ზნობს თავს? ჰა? როგორ ზნობს თავს? შეტეულო. რას მიკროფონი მოიგო? სად? ფულები თაბა ჩენ ვარა ფიზიკურად. ვაი, ცერთი წოდამცდა. მალე ბიჭო. ნახა. დრო გაკავს მაო შენ უკვე. თუ არ გაყავს ფიქრობ. აუ რამდენი იფიქრეთ მაო ეს რა არის? ჩემია. მოდი. მოსკი ვაია. ხო, თავდაჭერებული ვარ. მოდი ბიჭო. მიდი ოპა. ორიგინალი. მოდი. ტაიმერი ჩართოს. წავიდა. აკა გადიო. ძირს კი დავეცი, მაგრამ დრო უკვე გასული იყო. ამიტომ ნიკას ჩემი ძირს დაგდება ქულებში საერთოდაც არ ეთვლება. სხვათა შორის არც მე დავტოვე დაუზიანებელი. საბოლოოდ კი ჩვენი კრივში საკმაოდ გამოცდილი მსაჯი დილედანტი ვარ. კარგი. გადაწყვეტს ვინ გახდა გამარჯვებული. თქვენ ამაყი ხართ თქვენ გამარჯვებაში? კი, საკმაოდ. კი, მე ცოტათი ვერა. ფულები დავმარცხდე, მაგრამ ფულავით აქ ბოლოს ვინ დაგდო. ბიჭო, ეგ ახლა ოი რაუნდიო, რო თქო მაგედა წავიქეთ თორე. თქვენ თავდაჯერებული ხართ თქვენ გადაწყვეტილებაში? კი. საჯებისგან ვიღე ერთსულოვანი გადაწყვეტილება. და გამარჯვებული არის არ მეგონა, მე მეგონა წავაგე. კამარი რო გამიკეთე. ოპა, ეს გადმომეცემა მე ხო? გამარჯვებულს გადაეცემა 1000. კომენტარებში მაინც დამიწერეთ დავალებები. ნახოთ რისი გაკეთება მომიწევდა, რო ვერ გამემარჯვა.